დათო ბერძენიშვილს გივით არგამაძეს აზრიმას ურწყავდე, ეს არ იყო. მე აგინებს პუტინს ურწყავენ სხვას კლავენ. იგივე სიტუაციაა რა. თვითონ გამორბის და იმას შეატოვებს, ეგ არის მაგის მეტი არაფერი რა. და ესე მოხდა ამ ამერიკულ იდეოლოგიასთან მიმართებაშიც, რა, იმიტომ რომ ეს იდეოლოგია დემოკრატიის, რომელსაც პრინციპში ეს არის ამერიკის საგარეო ინტერესი, რომ ეს იდეოლოგია გავრცელდეს და ესეთი ტიპის ქვეყნები არსებობდეს, ხო? ძალიან აქტიურად იყო ამ ქვეყანაში ხორციელდებოდა, მაგრამ ხორციელდებოდა სრულიად სხვა რაღაცა. ესე იგი, მე თუ მოვდივარ და გეუბნები, რომ ამერიკის იდეოლოგიას ვატარებ და თან ამერიკის პრეზიდენტი დემოკრატიის შუქურას მეძახის და მეორე მხრივ, მე ჩვეულებრივი ქართველი ვზივარ და არხებს მიხურავენ. მე ვიღაცას ჩემ მეზობელს პატრული ესვრის და არ გამოიძიებენ. მე გამოვალ იმაზე, რასაც მიქადაგებს ეს იდეოლოგია, რომ შენ ხარ, ხო, მოქალაქე ხარ ამ ქვეყნის პატრონი და შენ გაქვს ყველაზე მეტი უფლება მოქალაქეს, რომ ხელისუფლების წყარო არის ხალხი. ეს წერია ამ კონსტიტუციაშიც, იმ კონსტიტუციაშიც, ხო? შენ ხარ წყარო. და არა ვიღაცა სხვა და ეს წყარო გამოდიხარ ქუჩაში და გირწყავენ თავში, ხო? მე მივიდნენ ტელევიზიას არბევენ, მე გიცხადებენ პოსლეზე უკვე საგანგებო მდგომარეობას და მე გონია რომ ეს თუ არის ეს დემოკრატია, რა თქმა უნდა ესეთი დემოკრატია, ხო? აი კონკრეტულად რომ ვილაპარაკოთ საქართველოს პრეზიდენტზე, რა შეეძლო მოეგო ამით. ხო? უფრო მეტი რა შეეძლო მოეგო, ვიდრე ის რაც აქვს, ხო? არის საქართველოს პრეზიდენტი. უჩვენია რომ დაპყრობილი ქვეყნის პრეზიდენტი იყო. არა მგონია რომ შეიძლება ის თავიდანვე რომ გახდა პრეზიდენტი, მაგიტომაც გახდა რა, რომ ეს გაეკეთებინა ყველაფერი რა. აბა რა არის რომ ორივე შემთხვევაში ჩამოდის ივანოვი. ორივე შემთხვევაში. აი რა რევოლუციის დროს თბილისში ჩამოდის ივანოვი, ბათუმში ჩამოდის ივანოვი. რუსულ კრიმინალური იმით თუ ავხსნათ, ეს არის მაყურებელი ივანოვია და მე დავდივარ ლანჩურიაში ერთხელ, იმიტომ რომ ისეთი შეძრული ვარ, რაც იქ ხდება, უბრალოდ მინდება რომ ჩავიდე. 27,000 ლარიან სახში მხოლოდ წეროვანის დასახლებაში საჩვენებელში, იმიტომ რომ ჩადიან სტუმრები, გზის პირას არის უფრო ჩანს ასე შემდეგ, მხოლოდ იქ არის შეყვანილი გაზი, მხოლოდ იქ არის შეყვანილი მინიმალური კომფორტული ანალიზაცია საფრთხეში და შხაპი. დანარჩენი, აი მაგალითად ხურვალეთის დასახლება, კარალეთის დასახლება შესასვლელთან. იქ არის წილკანის დასახლება კიდევ რომ აი ერთი გაყოლება ხო სახლები, მეორე გაყოლება ტუალეტები, ხის, ფიცრული, კიდე გაყოლება სახლები. ეხლა ჯერ ძალიან მძიმე რეალობა იქნება, იმიტომ რომ ის ზაფხულში, ეხლა არ იგრძნობა იქ ჰიგიენურად, იქ მიახლოება იქნება შეუძლებელი და თან ანტისანიტარიანი მოხუცები, რომლებიც ვერ ახერხებენ ზამთარში იქ მისვლას, ეს არავინ არ იფიქრა და არც ერთი აბაზანა არ არის. არც ერთი აბანო საერთო მოხმარების თუნდაც გათვალისწინებული ამ ხელა დასახლებაში, არათუ სახლებში არ არის, არამედ ერთი და კაცმა მითხრა 8 ლარი მიჯდება თბილისში რომ ჩავიდე და აბანოში წავიდე თვეში ერთხელო. არიან უბრალოდ ძალიან ღირსებიანი ხალხი, ღირსეული ხალხია და არ უყვართ ეს წუწუნი, კაცებს განსაკუთრებით. დაი არა მანქანა და მოდი ერთი ის აქ იყოს. ზიდან რო ჩანდეს, ერთი აქ იყოს, ერთი აქ იყოს. 15,000 ლარად, იქვე გორის რაიონის სოფლებში იყიდება კარმი და მოიენი ორსართულიანი სახლები. ანუ იქ რომ რა თქმა უნდა ყოველთვის შეუძლებელი იქნება, მაგრამ ეს მექანიზმი რო ჩართულიყო, ის დაუჯდებოდათ ნახევარი ფასი და თუნდაც 20-30% მაინც ექნებოდა სახლი, იქნებოდა ადაპტაციის უნარის მქონე გარესამყაროსთან. შევიდა დაბრუნების. ესეთი სახლი, სადაც სოფლები დატოვებული აქვს სახლები და იქ ჩაესახლებინათ. იქ ამდენი გინდა რაჭაში და გინდა რა ვიცი, ქალაქებია цаრიელი. ბერძნები რო ცხოვრობდნენ და წავიდნენ. ჯერ სოუში შეუშვეს და ხალხი კულტურის ანთებიანი მთელი ზამთარი აწევს, იმიტომ სველია კედლები შესაბამისად ნისწიანია ლოგინი, ბავშვები უწევთ თუ ექიმოთ. ეხლა მე ძალიან ის კოშმარულ გარემოს შეიძლება ვხარ, მაგრამ ეს არის რეალობა, რასაც მე ყოველთვის ნახულობ, როცა იქ ჩავდივარ. რა პირობებში ვართ, აბა ეხლა კიდე ცოტა გაშრა და რაღაც აქ ესეთი ტალახი და ისეთი ის არის, რომ ადამიანი წყალზე ვერ გავა და იხრეში გვიყრია, ეგრე კრანთან ეგრე მივდივართ და ეგეთი ისაა, რა პირობები. კედლები სუსველია, წყალი ეგრე ბალიშები, სველებია, ეგრე პრობლემა არ არის, მაგრამ ფული ყველაფერი არ აქვს სახში, მაგრამ რაც მოგვიტანეს ეგ არის მაკარონი იმას აუხირებია და
კვირიდან კვირამდე ელოდებიან თითო ძევს. 2 კილო კარტოფილს. ანუ ეს სისტემაც არ არის საწყობილი. მიაქვთ, მაგრამ არ იციან როდის მიუტანენ. აი ერთს მიუტანის პური ვთქვა, 2 დღის თუ არ აიღეს არ იციან. დიდივე პრობლემაა, აი ეხლა რომ მუდმივად არიან დამოკიდებული. პრობლემა. იქ სულ ყველგან არის რას ჩამოვთვალეთ ეხლა რა, აი დაწყებული მატარებლის სადგური და ნავთობებული ამით და საჭმლის მიტა სულ არის ერთი და იგივე პრობლემა. უცოდინრობის რა. ეს რო აღწევს 9 საათიან ფრენას ჟურნალისტი აღწევს თბილისიდან იმაში, ბათუმში. მოუტანესო 20 პროექტი ბათუმის აეროპორტის. ხო. და გადახედავ ეს გადავიდა 20 და ეგრევე აი მოხაზა ახალი პროექტი. აი მაგარი იქნება. შეგმი ეს. იქვე რა, ეგრე იქნება ყველაფერი. ყოველას არქიტექტორმა დახაზა. იმუშაოს წარმოიდგინე. გასარეცხები არიან ყველა, იმიტომ როდესაც ესეთი რაღაცა ღვთიური მასთან შეერთებული ის ყავს, იმას შეიძლება თვითონ დაგიხაზოს რა. აი ეს წყდება ყველაფერი. ამ სტატიაში იმიტომ მეთავდება, იცი რომ უცებ ამბობს რომ მე მთელი ცხოვრება მინდოდა კი არა, შენ მთელი ცხოვრება არა, ბოლო რაღაცა პერიოდი მინდოდა რომ ყოფილიყავი დავით აღმაშენებელი და ეხლა მივხვდი რომ უნდა ჯორჯ ვაშინგტონი ვიყო. მართალია. ოი გამიწოდი. ხო. აი, აეროპორტის ხატვის მომენტში უცებ რომ აღარ მინდა აღმაშენებლობა. ეხლა და არ მინდა რა დედა რა, აღარ მინდა აღმაშენებლობა ვაშინგტონობა. მოდი ეხლა ესე გავაკეთოთ რა, მოდი რა არის პლუსი დემოკრატიული ფასეულობების კუთხით რა. არის მაგრამ ხაზე გადავუსვათ არა. მინუსი ეს მოსაზრებაა რომ არა. იმიტომ რომ ჩემ პროფესიას ეს ძალიან შეეხო. დიდი მინუსია აქედან სოხუმამდე. მინუსია რა. ხო, იმიტომ რომ მედია, ადამიანის უფლებები, საკუთრების უფლებები, სასამართლო, კონსტიტუცია, რომელიც დაუბალანსებელ ხელისუფლებას ტოვებს ჩვენი ამოვარდნა საერთოდ არჩევითი დემოკრატიის სიიდან. ერთადერთი ომბუდსმენი რა, პიროვნულად. არის ხო, თუმცა პიროვნულად, იმიტომ რომ სოზარმა გაამართლა. ამ პლუსებში მე თვითონ უნდა დაგეთანხმა. სოზარში არ დამეთანხმებიან ეგენი არ. ჩემი საყვარელი მოთხრობა მოგიტან ისე როგორც მე მახსაკითხულეს კი არის გამოსული დასტამბული, მაგრამ დღეს ვერ ვიპოვე წიგნის მაღაზიებში ანტონიო და დავეთი ჯემალ ქარჩხაძის. ხო, აუ, ძალიან ხოლო წაიკითხო, იმიტომ რომ ეს არის ღირსეულთა შერკინება. უღირსეულესი ორი ადამიანის შერკინებაზე და თუ ლევანს არ აქვს საკითხული, იქნებ ლევანსაც წააკითხო, იმიტომ რომ შერკინებისას მას როგორც ჩანს მთავარი როლი ექნება. კიდე მოგიტანი ასევე ჯემალ ქარჩხაძის პუბლიცისტიკა გიყვარს. ძალიან დიდი მადლობა. და რაღაცები ამოგიბეჭდე კიდე. მარო მაყაშვილის წერილი მოგიტანე, უბრალოდ მისი მამის დაწერილი, მას შემდეგ ხოჯორთან დაეცა და მე მამარდაშვილის ამონარიდები რუსეთთან დაკავშირებით. ხელობა არის იმისი, რომ უდმივად შენი უფლებები შეიზღუდოს და როგორ უნდა დაიწყოს. გავუშვათ რაღაც ახლის მშენებლობა, ის არ ჩანს, ანუ ახლის მშენებლობაში ვინ მონაწილეობს? ახლის მშენებლობაში მონაწილეობენ მარტო ლოიალური ტიპები. ხო, თუ შენ გინდა რომ აი რაღაცა ის დაიწყო, რაღაც სასამართლოს რეფორმა, ჯერ მოდი შემოგვფიცე ერთგულება. ამიტომ სამწუხაროდ აქ მაგ თვალსაზრისით რაღაცის მშენებლობის თვალსაზრისით არ გადადგმულა ნაბიჯი. მედია, ჟურნალისტები არიან ერთ საფუძველში, ცელით არიან მოცელები. შეიძლება შენმე მითხრა რომ იყო ცუდი ჟურნალისტი ვიღაცა, ან იყო ცუდი მოსამართლე ვიღაცა, მაგრამ იმას უმეტყვი ხარ, როდესაც მოსამართლეს ეთქვი რომ ეხა მომისმინე ისა SMS-ით გამოგიგზავნი მე შენ გადაწყვეტილებას სასამართლოს იმისგან ცუდი და კარგი კი არა. როდესმე რამე გაიზრდება. პრეზიდენტი ვიდრე გამოვიდა სიტყვის პარლამენტში ბოლო გამოსვლის დროს. ყველა ნიუსრუმში იდო აბსოლუტურად მთელი გამოსვლის ტექსტი წინასწარ, ეს არის ტრაგედია არაფერია, შეიძლება წინასწარ გავრცელდეს ეს ტექსტი, რა თქმა უნდა, რომელიც დათ არის. შუალედებს შეწარმოებენ ერთი ან ორი შენიშვნა, გზადაგზა, ესეთ ბოლდით ეგრეთ წოდებული და